აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ლადო ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ობგაიძე გლდანის რაიონში წყალსადენის ქუჩაზე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახლდა და დამონტაჟდა ლიფტები, რაც უზრუნველყოფს დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გლდანის რაიონში შევხვდით დევნილ მოსახლეობას კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერეთ და რა თქმა უნდა საომავლო გეგმები დავსახეთ, აქვე განვიხილეთ მათი სხვადასხვა გამოწვევები და აფხაზეთის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესა გიორგი ჯინჭარაძესა, მინისტრი დავით ფაცაციასთან და ავჭალის მაჟორიტართან შალვა ობგაიძესთან ერთად საბსურო ბახტიოში შევხვდით დევნილებს. ჩვენი პირობა შევასრულეთ მათ დაუმოწესეთ სულიად ახალი კომფორტული ლიფტი. თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ მოვიცეთ მათ შორის ის საჭიროებები, პრობლემები, რაც აქვს დევნილებს და რამოდენიმე საკითხზე დღესვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და თავმჯდომარის დავალების შესაბამისად შესაბამისი უწყებები უახლოეს პერიოდში დაიწყება კონკრეტული საკითხების მოგვარებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის მთავრობის სტუმრობა ჩვენთვის, რადგან ჩვენც მადლიერები ვართ, რაც ჩვენთან გააკეთეს, ლიფტი დაგვიმონტაჟეს, ბევრი რამე კაი გაგვიკეთეს და კიდე ახალი მოლოდინები გვაქვს, რომ ახლა კიდე სხვა და სხვა საქმეებში დაგვეხმარებიან და გულს გაგვიხარებენ.